ჩემოჭორიკნება მოკლედ ულამაზეს უნიჭიერეს მსახიობ გოგონასთან მოვედი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს სერიალში ხელოვნური სუნთქვა. მე მგონი ძალიან კარგად მივხვდით, ვიზეც მაქვს საუბარი დღეს ბევრ ჭორს და ყველაფერს გადავამოწმებ ანი ბებიასთან. შენი პერსონაჟიდან გამომდინარე, იყო რაღაცა ცოტა უარყოფითი, პირად ცხოვრებაშიც ხوار გეუბნებიან, რომ აი ეს შენ ესე იქცევი და რაღაც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ესე ამსგავსებენ ხოლმე მსახიობს მის პერსონაჟს. მსგავსი რაღაც არ ყოფილა, იმიტომ რომ მართალია რომ თავიდან უცა მოსწონდათ მე აღარ მოეწონათ გარკვეული მიზეზების და გამო, მაგრამ ანუ პირადად ჩემზე აგრესია არ იყო, მარტო უცაზე იყო. ნუცას საერთოდ არ გავარა რა. ხო, საერთოდ არ გავარა ნუცას. არ მინდა, არც მინდა რომ გავამდე. ყოველთვის ფსიქიკურად არამდგრადი პიროვნების თამაში მიწევსო და რთულიაო. თუნდაც ნუცას ამბავი თავი მოიკლა, თეატრში ერთ სპექტაკლს თამაშობ, იქაც თავს ვიკლა, მეორეს თამაშობ, იქაც თავს ვიკლა. იმედია, თვითონ პოლობით არ დავასრულებ ცხოვრება. შენს ნახე ის სტატია, ესეთი სათაურით, რომ ღმერთო ჩემო რა ლამაზია და ეს რა გააკეთა, სადაც სიგარეტით ხელში ხარ. ხო, ანი ბებია სიგარეტს ეწევს. ეგ რა იყო, იცი, მაგაც არც არ გოპრესდი, იმიტომ რომ მანამდე იყო სხვა სტატია, რომ ესა ბიკინით გამოწყობილი ანი ბებიაო და მარტო სახე რომ იჩას ფოტოში. და მერე დავდე სიგარეტიანი ფოტო და მეგობრებმა დაწერეს კომენტარები და მეგობრები ხალისობდნენ იმაზე, რომ აი ხა ამ ფოტოს აიღებენ და ანი ბებია სიგარეტს ეწევა და ეგ გააკეთეს. ზუსტად თვითონაც ბჭყალებში რო ვთქვა იღადავ ეს ამაზე და სერიოზული არაფერი არ იყო. ზე პოპულარული ხარ და მეუღლე თუ ოჭვინავს. არ ეჭვიანობს, იმიტომ რომ ჩვენ სფეროშია ნორმალურად აზროვნებს და სწორედ უყურებს ამ ყველაფერს და არაფერი საეჭვიანო არ აქვს და არც ეჭვიანო. ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი რომ ყავს? ხო, ეგ ხო, მაგრამ მაინც არ ეჭვიანო. მე და ჩემი ქმარი ხშირად ფლირტაობთო. ფლირტაობა რაში გამოიხატება? ფლირტაობა გამოიხატება, აი როგორ ვთქვა ახლა ზუსტად. ყველაფერში ურთიერთობაში ის გრძნობა რაც არსებობს, ის სიყვარული ყველაფერი, ანუ არ უნდა განეიტრალო რა, რაღაცებნა შეძინო, უნდა იფლირტაო კიდევაც, უნდა გაახალისო ურთიერთობა, მაგრამ გამიზნულად არ ვაკეთებ, ეს თავის დაუნებურად მოდის ეს ყველაფერი. ხასიათი მეცვლება ელვისის დრაფითო. რაღაც ნაბიჯებს ესე დაუფიქრებლად ვდგამო. კი, ხანდახან დაუფიქრებლად ვდგავ რაღაც ნაბიჯებს, აბა ეს უფრო ცოტა ადრე იყო და ეხლა ალბათ ცოტა ასაკი შემომეპარა და ცოტა უფრო წინ ვიყურები, ასე რომ ვთქვათ და აღარ ვიქცევ ისე როგორც ადრე ვიქცეოდი. არაფერი ასაკი არ შეეპარა, 24 წლის არის სულ რაღაც. რომი შნაიდერს გამწევდი ეგ? კი, ვიცოდი, იმიტომ რომ ბევრს უთქვამს ძალიან. არა მარტო რომი შნაიდერს, კი რა თქმა უნდა, ხა როგორ შეიძლება რომი შნაიდერი არ მოგწონდეს და რომ გამსკავსებენ ის არ მოგწონდეს, მაგრამ გამსკავსებენ ასევე ნიკოლ კიდმანსაც, მეგ რაიანსაც, გააჩნია როგორ სტილზე ვარ, ანუ თმა როგორ მაქვს მაგალითად, ანუ გამსკავსებენ ხოლმე. ხშირად იცვლისო იმით. ხო, კი, და ეხლა იქიდან გამომდინარე რომ ვარ თეატრში, სამწუხაროდ აი ამ თმებს ვერაფერს ვერ ვუკეთებ და ერთი სული მაქვს რომ რაღაც ვუქნა, მაგრამ ვერა. და ის პერიოდი, როცა სტუდენტობის პერიოდი მქონდა, სულ ექსპერიმენტებს ვუკეთებდი ჩემ თავს. ხან გადავიპარსე, ხან ქიმიურად დავიხვიე, ხან შევიღებე, არ ვიცი. დედას გავს ძალიან. კი, და ის ხასიათებითაც ხასიათებად არც დედა ჩემს რო ბრაზებდი ხოლმე, იმას მეუბნება და მამაშენის ხასიათი გაქვს, მაგრამ დედას უმრავ გავა. იდუმალება იზიდავსო, არის. ყველაფერი მაინტერესებს მაგასთან დაკავშირებით, აი მისტიურობასთან, აი არსებობს, არ არსებობს, ჯერ ყველაფრის მჯერა და აი ძალიან მაინტერესებს, აი ძალიან. უცხოპლანეტელებსაც მჯერა. უცხოპლანეტელების კი.
შენ იმასაც ამბობენ, რომ არამქვეყნიური სილამაზე აქვსო, ძალიან ლამაზი არისო და არამქვეყნიური შეიძლება უცხო პლანეტელიც კი ხარ, რა ვიცით. აი, ნუ გამიბაზრებ ამას. всё, ჩუმადე, ხმას არ ვერებ. ამას არ გავაბაზრებთ.